მოგესალმებით. ვიწყებთ მორიგ ეპიზოდს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. ვართ ახალ ლოკაციაზე, ვიმყოფებით სახელოსნო ბარში, რომელიც რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და მანამ სანამ ფეხბურთზე საუბარს დავიწყებთ, მინდა მადლობა უთხრა სახელოსნო ბარს იმისთვის, რომ დაგვითმა ეს ძალიან კარგი სივრცე, გირჩევთ რომ მოგზანდეთ, ძალიან კარგი რაღაცები ხდება ხოლმე, ვისაც გართობა გიყვართ, დალევა გიყვართ. მივესალმები ბიჭებს, როგორ ახართ? გადასარევად. როგორ მოგწონთ ჩვენი ახალი სტუდია? ძალიან მომწონს. გრიზლის დამსახურება დიდწილად და იდეაც ჩემი იყო. მაგიტომ მომწონს. ირაკლი იყო ამ მოლაპარაკებებში მოკლედ აქტიურად ჩართული. შესანიშნავი სტუდია. ნამდვილად მეც ძალიან რთული მოლაპარაკებები მქონდა. ხო, მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, ჩვენი პირველი ვიდეო ახალი ლოკაციიდან და მნიშვნელოვანია რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, ამდენად მოგწონთ, შეიძლება ძველი გირჩევნიათ. გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. Subscribe ღილაკს დააჭიროთ, რომელიც სადღაც აქ ამონათდება და ხო, სურვილი სამებს შეგიძლიათ ბუნებრივია გამოყვეთ Instagram-სა და უბრალოდ Facebook-სა და TikTok-ზე. ბიჭებო, მოგიკითხეთ, მაგრამ ეხლა საფეხბურთო კუთხით მოგიკითხავთ. როგორ მოგეწონათ გავლილი კვირა საფეხბურთო მიმართულებით? მე ძალიან მომეწონა, არ ველოდი. პირველ რიგში არ ველოდი იმას, რომ აი ამას ვიტყოდი, რაც ახლა ვიტყვი, მაგრამ კიდევ ბევრ რაღაცას არ ველოდი. პირველი არ ველოდი იმას, რომ ეს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მომეწონებოდა. ანუ ხო რაღაცა ჰარი მაგვაიერი გახდა ფეხბურთის ეს საკლუბო ჩემპიონატი, იმიტომ რომ აი რა საკლუბო დაღლილები არიან, საშინელება. პირველი თამაშები მართლა საშინელება იყო, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა როგორ თქვა, მუღამი დაუჭირე. ხო, ძალიან ერთი რომ შეხურდა და მეორე ძალიან საინტერესოა სხვადასხვა კონტინენტზე როგორ თამაშობენ ფეხბურთს. ზუსტად. აი ეგ არის აი ბრაზილიური გუნდების თამაშები თუ არ გინახავთ, ნუ ბოკას და რივერს ვეღარ ნახავთ. ერთ-ერთი ამ გუნდის დამსახურება, მაგრამ თუ არ გინახავთ ბრაზილიური ფეხბურთის ბრაზილიური გუნდების თამაშები და თუ ხართ დაახლოებით ჩვენი თაობის ადამიანი, აი ყველანაირად გირჩევთ რომ უყუროთ, იმიტომ რომ მე პირადად ცოტა ნოსტალგია გამიჩნდა რა, აი ჩემ ბავშვობაში რა ფეხბურთიც იყო, დაახლოებით მაგ ფეხბურთს თამაშობენ და ძალიან ბევრ ევროპულ გუნდს უჭირს ალღოს აღება. იმიტომ რომ თითქოს ეგ უკვე გაიარეს და ეს არის, აღარ ახსოვთ რა როგორ უნდა ითამაშო ეგ ფეხბურთი რა. ან მე იმიტომ ვისწორდება ეს სოფლიო ჩემპიონატი, რომ რაღაც სხვა გზას აჩვენებს ფეხბურთის თამაშის, ვიდრე არის ევროპული გზა. აი პარი სენ-ჟერმენმა რო წააგო ბოტაფოგოსთან. ანუ შეეჯახა ისეთ დაცვას, რომელსაც ევროპაში ვერ ეჯახებან. არც პერსონალური მეურვეობა იყო და ნუ ევროპაში ხო რა არის 4-4-2-ით იცავენ და ნუ შენ სამი კაცი ყავს ბილდაპში და ერთით მეტი. საერთოდ არანაირად ბილდაპში რამდენი კაცი იყო, რაც მეტი კაცი მოშორდებოდა მის კარებს, ბოტაფოგოს მით უკეთესი იყო მათთვის. და პლუს კიდე აი ევროპაში ხო ეს არათანამედროვეა უკვე და არაეფექტური, რომ ფლანგებიდან შეუტიო და ვარჯიშებზე რო ჭრიან ხოლმე ფლანგებს და ცენტრი. აი ფლამენგოს გოლი ნახეთ ჩელსისთან. ფლანგზე ისეთი გაუთამაშეს კომბინაცია, რომ ჩელსის ფეხბურთელები ვერ გაერკვნენ, აქ რატო შეიძლება ბურთის ისე გათამაშება. ანუ სხვა სტილს აჩვენებს ფეხბურთი. გასაგებია რომ მაინც ევროპული გუნდი მოიგებს რესურსებს. ძალიან დიდია სხვაობა, მაგრამ ანუ ის რომ სხვა გზა ფეხბურთის თამაშის, სხვა რაღაც მოდელი, რომელიც ხო სწორი აი გეთანხმები რომ შეიძლება მივიწყებულია. რაღაც ეს მრავალფეროვნება საფეხბურთო მაგ ხრივ ძალიან გაასწორა. თან ძალიან ბევრჯერ ხო გვითქვამს რომ და ძალიან ბევრი ადამიანისგანაც მოგვისმენია იგივე რომ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი რაღაცა უფრო ცოცხალი ორგანიზმია რა. თითქოს რის გამოც ფეხბურთი შევიყვარეთ, თუნდაც ჩვენი თაობის ხალხმა. ეგ კიდე რომ ხედავ ამ ყველაფერს და თან ხედავ ევროპული გუნდების წინააღმდეგ, ძალიან სასიამოვნოდ საყურებელია. აი არგენტინული კლუბები, რომელიც ახსენე, ბოკა და რივერი, ძალიან მეწყინა რომ ჯგუფიდან ვერ გავიდნენ რა, იმიტომ რომ იქაც ანუ ის სამხრეთული მენტალიტეტი რაღაცა გიჟური ფეხბურთი, რომელიც აქვს ამ იმ დამახასიათებელ კლუბებს, აი ძალიან გამისწორდა მეც რა გეთანხმებ მაგაში და მართალია არგენტინული გუნდები ვერ გავიდნენ, მაგრამ ბრაზილიურები გავიდნენ სამაგიეროდ 4-ვე თან. ცუდი ალბათ ის არის რომ შეიძლება კარგიც იყოს ეგ პრინციპში პალმეირას და ბოტაფოგო ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ ნუ კარგი იმ წელში რომ ერთი ბრაზილიური გუნდი მეოთხედფინალში უეჭველი იქნება, ხო? იქ რივერ პლეიტმა ებრძოლა ინტერს, 2 წითელი ბარათი, ხო, როდესაც ესეთ მნიშვნელოვან თამაშს აგებ, უნდა მოჩეხო, უნდა იჩხუბო, რაც დუმფრისსა და აკუნიას შორის მოხდა, თავიც უნდა გაიგდო, ზუსტად ეგ არის, რაც ევროპულ ფეხბურთს განასხვავებს სამხრეთ ამერიკული ფეხბურთისგან. ევროპული ფეხბურთი გახდა ძალიან დოგმატური. ხო, ფურცელზეა გაწერილი თითოეული ნაბიჯი ფეხბურთელების, რეზი რო ამბობდა რომ გახურების
ანუ გახურებაზე რომ გამოდიან ფეხბურთელები, მერე რომ დაბრუნდებიან და რა მანძილს გაივლიან გასახდელამდე, ეგ დათვლილია რა. ეხა River Plate-ის ან Botafogo-ს იმას რო უთხრა რომ დაითვალე, რამდენი ნაბიჯს გადისო, ალბათ ხელს გამოგჭრის, ხო ხდები და ეგ ძალიან კარგია მართლა დაგცინებს. ხო, ალბათ დაგცინებს, იმიტომ რომ იქ როცა ეხა ბოკას მაისურით თამაშობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ნაბიჯს გადიხარ, მთავარია თელი სულითა და გულით თამაშობ რა. ერთი კითხვა მაქვს. თუ იცით, შეიძლება იცოდეთ. რომელმა გუნდმა გაყიდა ყველაზე მეტი ბილეთი, იცით? ამ იმაზე სოფლიოს ორი პირველი ორი ვინ არის? ნუ ინტერ მაიამი ალბათ ლოგიკურად არა? მერვეზეა. მართლა? მაშინ ყველაზე გიჟი ფანები ბოკა. მეორეზეა? მეორეზე. რივერი. არა. პირველზე ნუ რეალია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფან ბეისი ყველგან ყავს და ბოკას ფანები უბრალოდ დეგენერატები არიან. რაღაცა სახლები გაყიდეს, კრედიტები აიღეს რომ წასულიყვნენ ამერიკაში. ოღონდ ამერიკაში რომ მიდიხარ რაღაც ქართულ პონჩი ხო ისაა რომ დასარჩენად მიდიხარ. ესენი ბოკას თამაშზე წავიდნენ და დაბრუნდნენ. იმიტომ რომ იქ რო დარჩნენ ბოკას თამაშს ლაივში ვერ ნახავენ. ის რაღაცა ვიდეო რო ვაირალ რო გავარდა პატარა ბავშვი რომ ამბობს რომ we sold PlayStation და we sold ის ხო ბოკას ფანია. ბოკას ფანია? არა. ბოკას ფანია და კლიპში გადაიღეს ახლა. ხო, ფორმის პრეზენტაცია მაგალითად. ხო, ეგეთი სიგიჟე, ანუ ეგ მაგიტო გვიყვარს ფეხბურთი რა რეალურად ეგეთი რაღაცები რო ხდება. აუ ერთი სიგიჟეს მაგაზე გავიხსენე. რივერი ბოკას ფინალი რო იყო თუ გახსოვთ ლიბერტადორესში. მადრიდში რო ჩატარდა. მაშინ იყო 32 ფანი იყო ებრაელი ბოკას ფანი, რომელიც ვერ ახერხებდა ამ თამაშის ყურებას. იმიტომ რომ შაბათი უწევდა და შაბათს არ უნდა ეყურებინათ და გადაფრინდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც შაბათი არ იყო იმ დროს. თამაშის და იქ უყურეს. ხო, მაგრამ მაგათვით შაბათ შალომი ხო ნებისმიერ ხო, მაგრამ ის შეიცვალა რა ქვია, სასაათის არტყელი შეიცვალა. გავით. კაი, სამხრეთ ამერიკულ ნოსტალგიებში გადავეშვით. მოდი ერთ დაფაზეც რო ავხსნათ წეღან რაც მაგის თქმა მეც მინდოდა, ოღონდ ლურჯებიც მჭირდება. აი, ლურჯებსაც მოგაწვით. რა ხდება რეალურად, ანუ რა სხვაობა ბრაზილიურ რა. უფრო სამხრეთ ამერიკულ, მოდი ეს ცოტა აქეთ წამოვიყვანოთ. შეტევაში წავიდნენ ცოტა ეს ადამიანები. რაღაცა ესეთი 4-4-2 დავალაგოთ სიტყვაზე. და პრინციპში ყველა ევროპული სანამ ირაკლი ალაგებს, ყველა ევროპული გუნდი გავიდა, ანუ ვისგანაც ველოდით გასვლას ატლეტიკო მადრიდის გარდა. მაგრამ მე მგონი დიდად აუ River Plate მაინც გასულიყო რა იქ იმაზე მონტერეიზე რომ მოეგო. რა უნდა გასულიყო River Plate? ნუ არგენტინული რო აიმიტო. ის არის არგენტინული ხო, მაგრამ ინტერი ვერ გადიოდა და. არა, მონტერეიზე რომ მოეგო. ყურნალობს თავს. ანუ რა ხდება აქ? ანუ ევროპულ ფეხბურთსა და აი ბრაზილიურ ფეხბურთს შორის რა არის სხვაობა? სიტყვაზე გვაქვს ეს სათამაშო პოზიცია, ლურჯები უტევენ და სადღაც აქ არის ბურთი. ნებისმიერი ევროპული გუნდი გააკეთებს რას? ცველებით გადმოიტანს ფლანგზე და ეცდება რომ აი ამასთან მიიტანოს ბურთი რა და აქ დარჩეს ერთი ერთზე. და ეს გააკეთოს რაც შეიძლება ჩქარა, იმიტომ რომ ყველაზე მარტივი დაცვის გატეხვის ეს მე მგონი უშლის ხელს. დაცვის გატეხვის ყველაზე მარტივი და ნომერ პირველი შანსი არის მაშინ როცა თლიან დაცვას უწევს ერთი მხარედან მეორე მხარეს გადმოლაგება, იმიტომ რომ გადალაგების პროცესში თუ მალდინი, კანავარო, კოსტაკურტა არ ხარ, რაღაცა ხაზი ირღვევა იქ, ზონა წამიერად, მაგრამ ოდნავ დიდი რჩება და რთულია რა, უნდა გადმოხვიდე და დაეწყო. აი ეს გადმოხვიდე და დაეწყო ერთი წამი დიდი დროა რა მან და შვებიან ძირითადად ამას რა, რომ ამ დაცვას აიძულებენ რომ გადმოვიდნენ აქ იზოლაცია ერთი ერთზე, ნუ ეს სანამ ჩამოვა, სანამ დაეხმარება და აქედან იქნება ხოლმე მომენტი. რა შვებიან ბრაზილიელები. ხო დგას აქ დაცვა. წამოიღეს ერთი პასი აქეთ და ნუ ეს წითლებისთვის არის ნიშანი იმისი, რომ ნელ-ნელა უნდა გადავეწყოთ. ხო უნდა გადმოვიდეს და წამოვიდეს. არა, ისევ აქ აბრუნებენ და ხანდახან ეს ცველიც ემატება. რომ აი აქ მაქსიმალურად კონცენტრირებული რაც არის სიტუაცია, აი იქ წავიდეს ომი. თან ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ევროპული გუნდებისგან განსხვავებით, ძალიან ხშირად ბრაზილიური გუნდები აკეთებენ აი ამას რა, რომ წითლების სიტყვაზე არიან ევროპული გუნდი, ამოიწია თელმა მეკარესთან არის სიტყვაზე ბურთი. დაცვამ ამოიწია გრძელი პასი
9 ნომერმა მოიგოს ბურთი მეორე სართულზე, თავზე და აი ეს ფლანგები ანუ დრიბლინგზე მიდიან რა, ატყუებენ რა, გასაგებია რომ ძალიან კარგია ის რომ რაღაცა ფლანგის მოთამაშე მეხუთე მცველს თამაშობს და ეს რა ქვია დიდ ზონას ფარავს და ჩამოდის უკან და რაღაცა გამთამაშებელი, მაგრამ ვინგერი ხარ რა მოატყუე, კაც შეუტიე რა ფეხბურთი, მაგიტომ მიყვარს რომ კაცი კაც ატყუებს, მაგაზე ლამაზი რა არის ფეხბურთი. მაგრამ ევროპაში საერთოდ ფლანგის ფეხბურთელები უკვე ინვერტირებულები გახდნენ, ამ მცველი წესი ცენტრში შედის, ცენტრში. ხო და რაღაცა სწორი თქვი რა სავარაუდოდ ვერ მოიგებენ, იმიტომ რომ ისევ და ისევ, იმიტომ რომ ფინანსები არ აქვთ, არა ნუ აი ლამაზია რა. აი ზუსტად მაგ თემას ახლა ვეცდები რომ გადავაბა ასე ვთქვათ ლოგიკურად. ძალიან ბევრჯერ განსაკუთრებით ამ სეზონის და წინა სეზონებშიც გვითქვამს რომ აი ეგ ევროპული ფლანგელები რომ ძალიან დაპროგრამებულნი არიან, მათგან ძალიან განსხვავებულია ხვიჩა კვარაცხელიაო. ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და 10 წუთია კი საუბრობთ და ერთხელაც არ გვიხსენებია რომ ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ ამართლებს იმას რომ გარდა უდიდესი პროფესიონალიზმის და ნიჭისა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული კაციც არის, იმიტომ რომ კარიერაში რაც თქვა, ხო, ძალიან ბევრ რაღაცას მიაღწია უკვე, მაგრამ გარდა იმისა თქვა რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიყვან გუნდსო და იქ რონალდუს მოუგო. და ეხა სულ რამდენიმე დღეში ლეო მესის შეხვდება საკლუბო დონეზე უკვე, არა სანაკრებო დონეზე, თუმცა საკლუბო დონეზე. ამასაც დიდი ალბათობით მოუგებს ფავორიტია, მაგრამ ფაქტი ზოგადად წარმოიდგინე რა, როცა ხვიჩა გადმოვიდა ევროპაში, მესი უკვე წასული იყო ევროპიდან და საბედნიეროდ განგება ინება ისე რომ პლეი-ოფში ვნახავთ ინტერ მაიამის PSG-ს წინააღმდეგ. ისე რამდენი ფეხბურთელი იცი რომ მესის და კრისტიანოს წინააღმდეგ ორივესთან ნათამაშები აქვს და მოგების 100%-იანი შედეგი აქვს. აი რამდენი იცი? ცოტა კი არა, ერთი მაინც იცი. ერთი მაინც არ არსებობს ალბათ ეგეთი, ხო? ანუ 2-დან 2, 3-დან 3 ესე. ხო, სავარაუდოდ თუ ჩავიქეკებით შეიძლება ვიღაცას მივაგნოთ, მაგრამ ძალიან მეეჭვება. მეც. კაი, მადრიდის რეალს PSG ინტერ მაიამიზე ტაქტიკურად თუ გსურთ რაღაცის თქმა. ანუ ძალიან დიდი შანსი არა აქვს ინტერ მაიამის. კარგად ითამაშეს ჯგუფში. მესიმ ის ჯარიმა გაიტანა, მეორე თამაში პალმერასთან უკეთესი თამაში ჰქონდა, ვიდრე ის ჯარიმა რო გაიტანა ის თამაში, იქ საერთოდ სასწაულებს აკეთებდა, მაგრამ ну, არ ვიცი, ერთადერთი შანსი ინტერ მაიამის არის ის, რომ პარის სენ-ჟერმენმა 30 მომენტიდან ვერც ერთი გაიტანოს და მესიმ ის ერთი მომენტი რომანცსაც გააკეთებს. ან სუარესმა მაგარი გოლი გაიტანა პალმერასთან. ну, აი კლასი მაინც არ დაკარგულა ჯერ. რომ მათ გაიტანონ, მაგრამ ეგეთი რაღაცეები ფეხბურთში ფაქტიურად ბარსელონას ლეგენდები ეთამაშებიან ბარსელონას რა აი. ხო, აი მაგ თან ყველაფერს იქეთასთან ერთად ამ ინტერ მაიამის დაცვა ყავს ზედმეტად სუსტი თითქოს რა. ხა მესის ნაცნობობით ვიღაცეები იქნებ დაემატებინა ბეკემს, ანუ მაგის ფუფუნება ხო არსებობს. კარში კიდე 45 წლის კაცი უდგას ლამით და ხო პენალტი აიყვნენ ტიპმა. ხო. თუმცა და პირველი თამაში საუკეთესო man of the match-ი გახდა საერთოდ. superior man of the match თუ რაღაცას რო ანათებენ. და ნუ ერთადერთი ხო ამ თამაშით გარდა იმისა რაც თქვით რომ ორივესთან დააპლიუსებს ახლა მოტიკავს ესე რომ ორივე შენახვედრი ვარ კარიერაში ოთან ამ ასაკში. თან ორივესთან მოგებული ექნება დიდი ალბათობით. ნუ ხო ამ მატჩს ქართველები უნდა დაუსხდეთ, უყუროთ, სიამოვნება მივიღოთ, იმიტომ რომ მესიც ახლა მიუხედავად მისი ასაკისა ძალიან კარგ ფორმაშია ჩემი აზრით, ემზადება ალბათ მომავალი მსოფლიოსთვის და მოკლედ სიამოვნების მისაღებად თან საქართველოსთვის კარგ დროს არის ეგ თამაში, მადლობა ღმერთს და მოკლედ გემრიელად ჩაუსხდით. რეალზე მინდა გადავიდე ტექნიკურად. რეალიც გავიდა ბუნებრივია ჯგუფიდან, საბოლოო ჯამში პირველი ადგილიდან, ხო? და ხვდება ჩემდა სამწუხაროდ იუვენტუსს, რომელსაც ცოტა ხანში შევეხებით. რეალზე. ხო, რეალის პრობლემები უფრო რა, პირველ რეალს აქვს თავარი კარიერული თუ რაღაც საფეხბურთო ტრანსფერი ან გადადის იმ რაღაც რელაციური ფეხბურთიდან გადადიან სტრუქტურულ ფეხბურთზე და ალონსოს ყავს ახლა ორი კარგი ისე ჩეტევის დამწყები, ჰუისენი, ჰაუსენი ერთ მხარეს და მეორე მხარეს ტრენტი და უნდა შეიკრას კვადრატი მოედის ცენტრში და ტრენტი შედის ცენტრში. ოღონდ აი სკრინს ნახავთ. ეს არის პირველი თამაშიდან სკრინი, სადაც აი პირდაპირ ჩანს რომ ვალვერდეს აი ხელით დაყავს ტრენტი მოედანზე, რომ აი იქ დადექი ასე აჩვენებს რა. ეს ძალიან კარგად ჩანს. მოკლედ რა ხდება რეალურად? ნუ შემოდის და ტრენტი შემოვიდა ცენტრში და ნუ შეიკრა კვადრატი, ხო? კვადრატი ეს ნუ თანამედროვე ფეხბურთის აქსიომა, ევროპული ფეხბურთის, ხო? ყველა უნდა შეკრას კვადრატი, იმიტომ რომ 4 მეტია 3-ზე ნახევარდაცვაში და ეგ არის თავარი. მაგრამ რა ხდება ამ დროს? ნუ ტრენტ თუ ბურთი იკარგება აქ, გასაგებია რომ აი ეს ზონა არის, ტრენტის ზონა არის ძალიან თავისუფალი. და
ვინც უნდა დააზღვიოს ეს ზონა, თქვათ არის იდეაში ვალვერდე, მაგრამ აქედან ვალვერდეს გაუჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი მანძილი აქვს დასაფარი. ამიტომ მთელი იდეა იყო ფეხბურთ რეალის თამაშის ის, რომ ვალვერდეს ეტაპობრივად ჩამოსულიყო ქამა და გაეცვალა პოზიცია ტრენტისთვის. და ეგ სკრინზე ზუსტად ეს ჩანს, რომ ვალვერდე მოდის და უკვე წამოვიდა და ტრენტი აღარ მიდის და ამიტომ ეს ხელით რო იქ დადექიდა. აი ეს რაღაც გადაბარების პროცესები იყო ძალიან არეული და ამიტომაც ალხილალმაც ძალიან ბევრი შეტევა გააკეთა ზუსტად აი მარცხენა ფლანგიდან ამ პირველ თამაშში. და პლუს იყო კიდე პრესინგის პრობლემა ორივე თამაში იყო ალხილალთანაც და პაჩუკასთანაც. მე-7 წუთზე გააგდეს ასენსიო, იმიტომ რომ ისეთ კლასიკური დილემა იყო რა, პრესინგი სადაც ვინისიუსი ზოგჯერ უბრალოდ პრესინგის იმიტაციას ახდენს, მიდის მოწინააღმდეგესთან, მაგრამ ხელს არ უშლის და მაღალი დაცვისხას და ზურგს უკან გადაკიდებები. მე-7 წუთზე გააგდეს ასენსიო და მანამდე 5 გადაკიდება ჰქონდა უკვე პაჩუკას ეგეთი. და რო გააგდეს ის ფეხბურთელი, მე უკვე დაიწყო რეალმა თამაში, იმიტომ რომ 10 კაცი უკვე ქაოსში გადავიდა ფეხბურთი და ქაოსი რეალისაა რა. მაგ თამაშებში ყოველთვის იგებენ. გუშინ უკვე ალონსო, მანამდე ალონსომ უკვე დაიწყო ამაზე ჯერ ის მენტალურის დაიწყო, რომ ყველამ უნდა იმუშაოს დაცვაში და არ აქვს მშობა ვინისიუსი ხარ თუ მბაპე, ვალვერდე და ასე შემდეგ და გუშინ კარგი პრესინგი ჰქონდა. პირველ ტაიმში კარგი პრესინგი იყო. გუშინელის სამყურებელი. ხო, გუშინ რა იყო, თავი სამცველზე გადავიდა. ხო, ალონსოს სამცველზე გადავიდნენ და ჩუამენი იდგა ცენტრში. აქ იყო სამი ნახევარმცველი. და იყო ორი შემტევი, ეს გარსია, ვინც ხო ცენტრფორვარდი და ვინისიუსი. ეხა უკვე ტრენტი როცა მოდიოდა ან ცენტრში ან რამე, უკვე არ იყო პრობლემა, იმიტომ რომ რუდიგერ შეეძლო მარტივად დაეზღვია. რაღაც მარჯვენა ცენტრალურ მცველს რა. ეს პრობლემა ამით მოგვარდა. უბრალოდ აქ პრობლემა არის სხვა რამეში. ორი შემტევი ყავს ამ სქემაში მარტო. ყველა ვერ ეტევა. კაი, იდეაში ვინისიუსი და მბაპე უნდა იყოს, მაგრამ კიდე არიან ხო როდრიგო, ინდრიკი. არ ვიცი, ბოლოს იძახიან რომ არაო. მე რაც თუ ამ სქემა ჩაბელონსოსთვის უფრო ახლოა, უფრო მისი სქემაა, მაგრამ ერთი რომ როგორც ვთქვი, ყველა შემტევი არ ეტევა და პლუს ამას მოყვება უეჭველი რეაქცია ფანებისგან, პრესისგან, რეალ მადრიდტევე გააკეთებს ალბათ რაღაცებს, რომ ეს არის ზედმეტად დაცვითი სქემა რეალისტვის. ეგ ასოცირდება ხო სამი წელი თუ თამაშობთ, ესე იგი დაცვითი სქემაში ხარ, მაგრამ ეგრე არ არის რეალურად, მაგრამ ამას არ აქვს უკვე დიდი მნიშვნელობა. გუშინ რეალი დაამის იყო, დამაჯერებელი იყო, პრესინგიც კარგი ჰქონდათ, სივრცეებზე შეტევებიც კარგი ჰქონდათ, ინდივიდუალურადაც აი ვინისიუსის პასი, აი გუტისის გააკეთა. გუტის პასი გაამეორა. უყურო ერთი მაგ თამაში. ბელინგემაც მაგარი ასისტი შეასრულა და მოკლედ 4 მცველით როცა თამაშობს რეალი, ეს პრობლემების ახეზია და პლუს კიდე ჩვენ არ ვიცით მბაპე და ვინისიუსი პრესინგზე რასიზამენ ხო ჯერჯერობით ვინისიუსი დიდად არ იკლავს თავს და ამიტომ იყო რომ ეს რაც ზურგს უკან გადაკიდებები სერიოზული პრობლემა იყო, იმიტომ რომ მე მართლა არ მინახავს, ძალიან იშვიათად მინახავს თამაში, როცა პირველად წუთში გეგმა ესე გამართულად მუშაობდეს. როგორც პაჩუკას გეგმა მუშაობდა, რომ ამდენჯერ გაიქცნენ ზურგს უკან და ბოლოს ასენსიომ გაიგდო თავი, ეს არ იყო ფლად ასენსიოს ბრალი, იმიტომ რომ რეალურად განწირული იყო ის რა, ერთ-ერთზე რჩებოდა დიდ სივრცეზე ყოველთვის შემტევთან. რონდონი იყო მე მგონი შემტევი და რონდონი უბრალოდ ცოტა ნელიად ისე ჩქარა ვერ მირბოდა და მანამდე ვერ გააგდებინა თორემ დანჩენი რეალზე მე მგონი ხო ერთადერთი იმას დავამატებ რომ ალონსომ თქვა რომ იმედი მაქვს რომ ბაპე დაბრუნდება მერვედფინალისთვისო და შესაბამისად ველით იმას რომ ბაპე დაბრუნდება და სრულ მადრიდის რეალს ნახავთ ასე ვთქვათ. კაი, ხო მანამდე მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო თუ მოგწონთ და იმედი მაქვს რომ მოგწონთ. და თუ 20 წუთი გვისმენთ სავარაუდოდ მოგწონთ და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და გადავიდეთ მოდი ინტერზე ვისაუბროთ. იქამ გაათენა. ყოველ შემთხვევაში გამითენებია დილას დამირეკეს გამაღვიძეს და უყურე. ჩატში იწერებოდა ყოველ შემთხვევაში გამთენიისას და სავარაუდოდ უყურებს თქო მივხვდი. იქა ინტერზე რას გვეტყვი რამდენიმე სიტყვით. შემდეგ ეტაპზე ხვდებით აი ბრაზილიელები რო ვახსენეთ ფლუმინენსეს. ინტერზე რას გეტყვით პირველი ახალი ტრენდია ფეხბურთში. ჩემპიონთა ლიგაზე ამ საკლუბოზეც აი ამ ბუღალტერიას ვტენიან რა. ანუ რივერ თამაში რო დაიწყო პირველ ტაიმში რივერმა მაგრა დაჯობა. ანუ კაცი მიდიოდა და პრესინგი ორივე გუნდის მხრიდან და არასწორად არ ვთქვა ახლა გვარი. მასტანტუონო. რომელიც ყოველთვის ალბათ მიხვდებით. ინიოთი ცენზურის დარღვევას ჩალიჩობს რამდენი ხანია გადაცემაში და ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას. ხო, მასტანტუონო ძალიან ბევრ პრობლემას ქმნიდა რა, ისე
ჯობნი და რივერი და მეორე ტაიმში შესვენების მერე კივუმ გადაწია ბასტანტუონოზე და მეორე ტაიმში აღარ უთამაშია საერთოდ. აი 10 კაცი ხო დარჩა რივერი, დარჩა სადღაც 55 წუთზე და მერე გავიდა გოლი. აი რა გითხრა. ის სანამ კაც გააგდებდნენ 11-11-ზე აი შეჭამა ინტერმა რივერი. მე არ ველოდი, იმიტომ რომ ნუ რასაც ვკითხულობ ინტერის ინფოებს კიუზე ჯერ ყველაფერი არის რომ აი ეს ფსიქოლოგიური და ფსიქოლოგიური მე საერთოდ წერდი რომ აი საერთოდ გავარდნენ რომ წავიდნენ სახში დაიცვენონ იმ ფინალის მერე თქო მაგრამ ნუ ნელ-ნელა უკვე რაღაც მხრივ ფოტოებიც ვცელდება რომ რაღაცა იხუტება ეს ბასტონი ვარჯიშებს და სიცილი დაიწყეს და ცოტა ხასიათზე მოდიან და ძალიან მომეწონა ესპოზიტო. პიო ესპოზიტო, რომელიც ინტერის გაზრდილია, 3 ძმანი არიან, 3-ვე იქ თამაშობს. ამ წუთას სავარაუდოდ ერთს გაყიდიან და ერთს არენდით გაუშვებენ, ერთს დატოვებენ. სუჩიჩიც რაღაცა კარგია ეგ და ინტერის ნახევარდაცვას გამოადგება. მხითარიანი იყო რაღაც სასწაულად კარგი და აი ნუ მოუგო იმით რომ აი ზუსტად ეს იყო რა პერსონალური პრესინგი კაცზე და სკრინს იმას ვიზავ რა ქვია ამოვანათებთ რაღაც მომენტში უკვე 10 ნირო დარჩნენ ერთ კაც მოუწია ორის დაჭერა რა იმას რა ქვია კავი ვინც იყო მოკლედ ხო და სუჩიჩი დარჩა მარტო წავიდა და სხვადასხვა კაი გოლი გაიტანეს მასთან მე ესპოზიტო შეერდა პირველი და ბასტონი მას მაგარი გოლი შეერდა. ბასტონი საერთოდ პირველი რაც მომწერა მე მარადონა რატო ჩაუსახლდა თქო ისეთი გაიქცა. ხო ის ესპოზიტოები ძალიან კაი ბიჭები არიან სხვათა შორის და ველი რომელიღაც მაინც გაიბრწყინებს და სამივე სხვადასხვა სტილისაა ანუ ერთი მაღალი ფორვარდია რაღაც მეორე უფრო მოძრაული და მესამე საერთოდ ნახევარმცველია საყრდენით. ხო რა უკან დავაჯო. ხო სახლში რო თამაშობდნენ ადგილი აღარ რჩებოდა რა შეტევაში ამდენი გურჩი იყოს ხო ვინ გახსენდებათ ის 3 ძმა? 3 ძმა ყოფილან მე მგონი. კომენტარებში დაგვიწერეთ რომ ჩვენ ზეადრე გაიხსენებთ. ხო არა. ბაპეები? არა ის ეთან ბაპე ხო ყავს. ხო ინტერში იანის ანტეტოკომბო არ წავა ხო? ხო ისიც ვთქვათ ბარემ რომ ინტერში არველაძე ხო არ მე უცხოეთზე ყველაზე მარტივი და გავიწყდა. ინტერზე იმის თქმა სურდა რომ სავარაუდოდ ამ სოფლიო საკლუბოს დასრულების მერე ნახევარდაცვის გოლში უნდა ველოდოთ რაღაცა ცვლილებებს. იმიტომ რომ ძალიან აქტიურად იწერება რომ ჰაკანი წავა კი არა და ხო დატოვებს ინტერს პრინციპში და წავა სამშობლოში თურქეთში. გალათასარაი ცდილობს ყიდვას და ნუ ალტერნატივად ნიკოლო როველაზე მუშაობსო ლაციოდან. მე ძალიან მინდა ერთ ტრანსფერი მაგრამ არ მომისმენი. რიჩი? არა. ტომას პარტი. ხო თავისუფალი აგენტი გახდა. თან ბებე ვაროტას ხო. მაგრამ ძალიან მაღალი ხელფასი აქვს. ხო, ხელფასს მოითხოვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ ამდენ 1.9-ს მოითხოვს. 200.000 ფუნტი ხონდა მე მგონი არსენალში. პირაში? კაი დავივიწყე. ხო, ტომას პარტი თავისუფალი აგენტი გახდა, მაგრამ ეს სატრანსფერო სიახლეც რო ვთქვათ. კარგი, შემდეგი თემა პრინციპში ბოლო ნაწილი ჩვენი გადაცემისა დაუთმოთ სიტის. მეც ვუყურე გუშინ. მანჩესტერ სიტის თამაშს. ნუ უკვე ჩანს, ეხა პირველი 2 ტურით შეაფასო სიტი რთულია, იმიტომ რომ იქ ვიდადთან და ალაინთან კი ბატონო ხო ვიცოდით, მაგრამ ეხა უკვე გამოჩნდა კონტურები იმისა, რომ ჯერ ხო გვარდიოლა გასული ჩაგდებული სეზონის შემდეგ სიტუაციის გამოსწორებას უკვე სერიოზულად შეუდგა და იმ ულიმიტო საკრედიტო ბარათმაც, რომელსაც მაურისა გვარდიოლა იყენებს, სწორად იყენებს ამ შემთხვევაში და ნუ იუვენტუსისგან ქვაზე არ დატოვეს მოკლედ და გადაუარეს რა. ხო მოგწერე welcome to the club. ხო ეხა მე მაგას ველოდი, მით უმეტეს ტუდორმა არ ვიცი ხა შემადგენლობა გადაახალისა თქო ალბათ იფიქრა მაინც წავაგებთო და მოდი ამ ილდიზებს და კონსეისავებს დავასვენებ მაინცო, მაგრამ რეალისტვის ასვენებდე იქ შეიძლება უარესი მოხდეს, თუმცა ნუ სიტის თუ ჩახედავთ ძირითად შემადგენლობას და სადარიგოთის შემადგენლობას არის ოფიციალურად 2 გუნდი და ბიჭები ალბათ უფრო განავრცობენ ამ თემას. ერთ ვიტყვი რა. მგონია რომ როდრი რეინდერსი უნდა იკრძალოს უფრო ოფიციალურად თორე არ ვიცი რა იშველება. არა მგონია რომ ბუსკეტსი ჩავი ინიესტას ტრიოს აჯობებს. ბერნარდო სილვას ძალიან ჭკვიანურად ყავს იქ დაყენებული ტყილ არ დააყენებდა ხო ხითარიანი დააკვდებოდა. არ ძალიან მონსტრუოზული იყო თამაში. საკით ნელ-ნელა აცად. ბილდაპი ქონდა ძალიან ორიგინალური 3+3 იყო ბილდაპში. ოღონდ ორი ცენტრალური მცველი და ედერსონი მონაწილეობდა.
და პლუს 3-ვე ნახევარმცველი. ფლანგის მცველები გადიოდნენ ფლანგზე და ვინგერები ეგრევე შემოდიოდნენ ცენტრში. როცა 3 ნახევარმცველი ჩამოდიოდა სიღრმეში, გასაგებია იუვენტუსი კაცზე თამაშობდა, მოყვებოდა 3 ფეხბურთელი, ვინგერები რომ შემოდიოდნენ ცენტრში, იმათაც მოყვებოდა თავის ფეხბურთელები და ანუ იუვენტუსი ჰორიზონტალურად ვერ იცავდა თავს. და თუ ასებით ვერ გავიდნენ, რაც ხშირად არ ხდებოდა და ან მარტივად გადიოდნენ, ყოველთვის ჰქონდათ ოფცია, რომ ედერსონს გზელი პასით გაეყვანა ზურგს უკან, ან მარმუში ან ჰოლანდი. მეოთხე გოლი ზუსტად ასე გაიტანეს, ედერსონმა გადაკიდა და იქიდან შექმნეს. ანუ რეალურად ჩანს, რომ პერსონალური პრესინგი ამ სიტის წინააღმდეგ ვერ იმუშავებს. უკვე ჩანს, რომ ანუ ამას აზრი არ აქვს. სხვა მხრივ როდრიმ ფენომენალური იყო, კრავდა თამაში ისე როგორც კრავს ხოლმე. რეინდერსი აკეთებს საერთოდ ყველაფერს, ანუ დრიბლინგითაც მიაქვს ბურთი, პასებსაც აკეთებს. მეორე ტემპითაც შერბის საჯარიმოში ყველაფერი შეუძლია და ნუ ვინგერებსაც მაგარი თამაში ჰქონდა საუნიოსაც და დოკუსაც ორივეს. და აიტნური იყო ფენომენალური კიდევ. აიტნური ისეთი არა გვარდიოლასეული ფლანგის მცველია, იმიტომ რომ გვარდიოლას ფლანგის მცველი ცენტრში შემოდის, ხო? რა ვიცი, ზინჩენკო, კანსელო, ვინც ყავდა ხოლმე. ეს არის აი ფლანგზე მოთამაშე მცველი, რომელიც მომენტებში შემოდიოდა სიღრმეში, მაგრამ ნუ ფლანგზე გამანადგურებელი იყო ერთ-ერთზე, აი გადაუარა ყველას. რეზი ამ აიტნურის ტრანსფერით საბოლოოდ დააბრუნებს გვარდიოლს როგორც ცენტრალურ მცველს? ხო, ალბათ აიტნური როგორც ჩანს იქნება ძირითადად. ანუ მაგისი როტაცია ესა რა ქვია. აქ რაღაც ფენტეზის თემებსაც, ანუ იმას ხო ცდილობ რომ რაღაც ცენზურა დავარღვიო და ახლა ფენტეზის თემებსაც ხო ვყრე ხოლმე. სხვათა შორის წინა ვიდეოზე და გიკომენტარეს რომ თამაშობთო და ეხლა დადე საჯარო პირობა რომ სეზონი როდესაც მოახლოვდება, ახალ რუბრიკას ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ ცალკე ფენტეზის. ვფიქრობ ჯერ არ ჩვენც დაგვაძალე რომ გავაკეთოთ. ჯერ არ ვითხოვს, ხო, მაგაზე მე ჯერ მთელი ზაფხულია წინ. ვინც თამაშობს ფენტეზის, ვერავინ ვერ იტანს გვარდიოლას. ეგ წინათაც ხო გითხარ? ხო, წინაზეც თქვი დამოვიწყდა. ხო, აი კაცმა არ იცის რა შემადგენლობას დააყენებს. არა და ეს აიტნოური ძალიან თან იაფიღირდა და ძალიან კარგი ოფცია იყო რა დაცვაში რომ დაგეყენებინა და წელს, რა ვიცი, უკვე უნდა დავფიქრდე რა. კაი, ჩელსის და ბაიერნის ფანები არ გაგვიბრაზდეთ. ამ ეტაპამდე საკმარისად ვერ მივაქციეთ, მაგრამ პირობას ვდებთ, რომ პლეი-ოფის, ანუ მეროთფინალების შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე ეს სოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მინდა ცოტა ხანი გვერდით გადავდოთ და ერთი რაღაცა breaking news-ი რაც გქონდა ამ კვირაში, მაგაზე კითხოთ თქვენი აზრები რა. როგორც ნახეთ და ჩატშიც განვიხილავდით, რომ ლიონი დააქვეითეს. ძალიან დიდი ფინანსური ვალის გამო 505 მილიონი აქვსო ვალი როგორც დაიწერა. მოკლედ ლიონი უდიდესი ალბათობით მომავალ სეზონში ითამაშებს ლიგა 2-ში. ან თუ არ ითამაშებს ლიგა 2-ში, მაშინ ბევრი ლიდერის გაყიდვა მოუწევს. ნუ ჩერკი რო უკვე გაყიდა ვიცით. გიორგი მიქაუტაძემ რა უნდა ქნას? როგორ ფიქრობთ? აი თქვენ რო რჩევას აძლევდეთ. ეხა ირაკლის ნაცვლად რომ მიქაუტაძე იდგეს. რას ეთყოთ? დაიხურე ქუდი და წადის ადრე მეორე ლიგაში რა გინდა. კაი, მოდი რეზი შენ თქვი და მე. ანუ ლიონის დაქვეითება მოსალოდნელი იყო თითქოს ჯონს ტექსტორი, რა ვიცი, ლიონის პრობლემი. დავარღვია ცენზურა თუ დაარღვიე. ანუ ტიპი კომისიაზე რომ მივიდა ისეთები ილაპარაკა, აი ბოტაფოგო მყავს, იქიდან ფულსი გადავრიცხავ, რაღაცა იქიდან კომისიიდან ციხეში წაიყვანეს რა. კიდე ბეძზე გადაჩენილი. იქო შეასრულა რა, რაღაც მაქინაცია მაგ მოფიქრე. მოსამართლეს რო უნდა. არც მაქინაცია მაგ მოფიქრებული და მაგას ვიზო არ ნერვიო. ამასაც გავაკეთებ და მე დავილაპარაკო. მიქაუტაძეს მე მგონი რომ მაზეა საუბარი ტოტენჰემი სმოუკარი თვალი და კიდე რაღაც თურქული გუნდებიც იყო. ვესტჰემზეც ვნახე მე. ვესტჰემი კაი იქნებოდა. თან ლოპეტეგია ეხლა ვესტჰემში. არა, პოტერი, გრემპოტერი. ხო. ლოპეტეგი გააგდეს და პოტერი მივიდა. კი. პოტერთან კაი იქნება. თან მაიკლ ანტონიო შეიძლება კიდე ავარია შეხვდეს. ადგილები გათავის. ვესტჰემს ფორვარდად ყავს ფულკრუგი, რომელიც ფლოპია. და სავარაუდოდ გაუშვებენ. ანტონიო რომელსაც მანქანის დარება იცის. კი ბატონო. არა,
ხო, ეხლა ლიგა 2-ში მიქაუტაძის ერთი სეზონი არაფერში არ გჭირდება. მე რა აზრს ვაწევი, იცი, ხა ხო აპროტესტებს ამას ლიონი და რომც გააპროტესტოს და დატოვონ, მაინც უნდა წავიდეს, იმიტომ რომ მოუწევთ ფეხბურთელების გაყიდვა რა. თორე შეიძლება გადარიცხვებში რაღაცა იქვე მოიფიქროს, რომ მოდი ადამიანებით ვიღვაჭრებთ. კიდე გარღვევა მოხდეს. ხო, იმიტომ რომ იქ ნუამა შეიძლება გაყიდოსო, მალიკ ფოფანა შეიძლება გაყიდოსო და ნუ ყველა თუ გაუყიდეს ლაკაზეტი ისე წავიდა, ალმადა ვერ გამოისყიდეს, ნუ მაშინ ვინღა დარჩება, ხო, ამიტომ მისი გუნდიდან ვერ გამოისყიდა. ბოტაფოგოც მისია. კი, ამიტომ მოკლედ ველით ყოველ შემთხვევაში იმას, რომ გიორგი მიქაუტაძე უკეთეს გუნდში გააგრძელებს კარიერას. რომ სერიაში ირჩევნიათ თუ პრემიერ ლიგა? არა, სერიაში მოდი ინტერის გარდა სხვაგან ქართველები აღარ გვინდა, მე ხო რაც მაგინეს. ინტერზე წუწუნება და ხვიჩას ინტერთან გოლი არ გაუტანია და იუვენტუსი სადაც იტოვა. ფინალში გაიტანა. არა, მეგეუბნები როგორც ნაპოლის ფეხბურთელმა, ანუ სერიას მოთამაშემ, თორე იუვენტუსი სადაც დაიჭირა ხვიჩა კვარაცხელიამ, იქ დუბლი, ორი, ისა რა ქვია, საგოლე პასები და მოკლედ მთელი ამბები და. არა, იცი რა, რომაში თუ წამოვა და რომა ამ შამურადოვს ან დობიქს თუ გაყიდის, რატომაც არა. თუ არა და პრემიერ ლიგაში ძალიან დიდი სიამოვნებით უნახავდი და. სხვა შორის ლაციოს ყავს მიქაუტაძის მსგავსი სტილის ფორვარდი, ის ტატი. ხო, კასტელიანოსი. ტატი კასტელიანოსი. ამიტომ საინტერესო იქნება რა, ეგ მაქსი ახლეს მოკლედ ველით. კარგი, მეტი რისკი ხო, ეს რაღაცას დავამატებ ლიონზე რა, უბრალოდ ისევ ნოსტალგიის თემას რო შევეხოთ, ისევ ჩვენი თაობისთვის, ვისაც ჟუნინიო პარნამბუკანოს ლიონი ახსოვს, თუ ცოტა ახალგაზრდები გვიყურებენ, იყო იცი აი როგორ ჯერ ხო რეალს აი galacticos სადაც იჭერდა იქ უშვებოდა იგივეს რასაც კვარაცხელია იუვენტუსი. კი ბატონო. ხო და პლუს იცით როგორი გუნდი იყო აი ჩემპიონატი ჯერ პირველი ტური არ იყო ჩატარებული და ყველა ვიცოდით რომ ლიონი იგებდა ლიგა 1 7 ჯერ მოიგეს ხო ზედიზედ მე ოღონდ იქაც რაღაც აი ხანდახან გამოჩნდებოდა რომ აი აზარი ეს ჯერ გურკუფი შამახი გამოჩნდა ბორდოში რომ მოუგეს ყურადღება არ მიაქციეს და ისინი გაიპარნენ მე აზარმა მოუგო ლილით და ნუ მე გამოჩნდა რუდი გარსიას ლილი და მე გამოჩნდა პარის სენ-ჟერმენი და იყიდა ყველაფერი. კარგი, ისე ბორდო მეოთხე ლიგაში გადააქვეითეს ეგეთ ფინანსურების გამო და ეხლა ენდი კეროლი თამაშობს ბორდოში და გაქვს კი და ზურიკო ხო თამაშობდა ბორდოში? კი. ხო და გაგრას მაგიტო რა და მე დააქვეითეს და წავიდა სენტეტიენში. მოდი ამაში მოდით სულ რამეს დავინახოთ რომ ქართველები სადაც მიდიან ის ხონდა. ხო, აი ფინანსურ მაკინაციებში ხო. ამას ის ამოგიწრის ახლა. ხო, ნუ აი ძალიან ეხავს რომ აი ამ ხელა ისტორიის გუნდი რაღაცა ფინანსური ნუ 500 მილიონი ბევრია. ნოემბერში რო ვიყავი პარიზში ვიყავი და პარკ დე ფრენსზე მივედი და გიდი იყო ლიონის ფანი. და გამოველაპარაკე მეთქი მიქაუტაძე რაღაცა და ხო საქართველოსდან ვარ თქო და ძალიან მაგარიაო და ნოემბერში ქონდათ 200 მილიონი ვალი. ეს იყო რა ქვია ლიონის ფანკლუბ სახელი დამოუწდა იმათი წევრი რა და კარგად იცოდა და 202 თუ 204 მილიონი მითხა რომ ვალი გვაქვს სეზონის ბოლომდე გასასტუმრებელიო და ნოემბრიდან აქამდე რაში დახარჯეს დანარჩენი 300 მილიონი ხო არ იცი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც იწერებოდა რომ შეიძლება მიქაუტაძე გაყიდოსო მახსოვს. და ნუ ხო ახლა მიქაუტაძე იყო მთავარი კაპიტალი რეალურად ჩერკისთან ერთად. და ნუ როგორ ჩანს ის რაღაცა short პერიოდით მოაგვარა ეგ პრობლემა, მაგრამ ისევ წამოეწია. კაი, წავედი დასასრულისკენ, მე ძალიან მიყვარს ირაკლეს რო დასრულება არ უნდა და რო აკოეხებს და აკოეხებს. დალაიქეთ მოკლედ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. გთხოვთ რომ გაგვიზიაროთ თქვენი აზრები, როგორ მოგწონთ ჩვენი ახალი სტუდია და გავაგრძელოთ თუ არა აქ ჩაწერა. და იმედია რომ მოგწონთ. გავაგრძელებთ. იქა ეხლა გააკეთებს ფეიქი გავხდეს და დაწეს რომ არა აქ არ გინდა. კომენტარებს დაგვიწერს, ხო? ხო, შემდეგ გადაცემაში გეგმავთ და მუშაობთ ამ საკითხზე რომ ყავდეს ძალიან მაგარი და კარგი სტუმარი და მოკლედ დიდი ხნით არ მოგანატრებ თავს, დაგიბრუნდებით ძალიან მალე. თუ სპონსორული შემოთავაზებებით ხართ დაინტერესებული, შეგვეხმიანეთ იმეილი აღწერაში გვაქვს მითითებული. კარგად ზამდებთ.